უნებრივია ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაზე და მუნიციპალური არჩევნების დროს დამდგარ შედეგებზე საუბარს უკვე გავაგრძელებთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ ჩვენი წინამორბედის სტუმრის პოლიტიკური ძალის საარჩევნო პარტნიორი იყო და ერთიანი საარჩევნო მემორანდუმიც ჰქონდათ გაფორმებული. ვგულისხმობ ლელო ძლიერ საქართველოს, მისი ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი არის ჩვენი სტუმარი. ბატონო თაზო, მოგესალმებით, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით ქალბატონო თამთა, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელსთან და თავისუფლება და სოლიდარობა სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს ამ ქვეყანაში. დღის ერთ-ერთ მთავარ თემაზე უნდა დაგისვათ შეკითხვა, რა შეფასებას მისცემდით იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ფიგურანტებად ცხადდებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ის დღეს გამოიკითხა სუსში, ასევე სუსის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი მთავარი პროკურორი. რა გაგრძელებას ელოდებით ამ პროცესიდან? კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სამწუხაროდ შოუს ელემენტი ამ ყველაფერს ძალიან მძაფრად გაზდევს ამ პროცესს, შოუს ელემენტი, რაღაცა სუსპენსის ელემენტი, თითქოს დეტექტიურ რომანში ვიყოთ. არაფერი ერთის მხრივ ქალბატონო თამთა ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ საქართველოს ოპოზიცია, თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები, გამომძიებელი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ქვეყანაში, ყველა ის ინსტიტუცია, რომელსაც დღეს ქართული ოცნება ებრძვის და დასამარებას ცდილობს, ყველა ეს ინსტიტუცია სინამდვილეში ამას ამბობდა 13 წლის მანძილზე, რომ საქართველოში ყვავის ენდემური კორუფცია, რომ ქართული ოცნების ხელწერა არის პოლიტიკურ საქმიანობაში კორუფციული მიდგომები ის, რომ საქართველოს კაცს, რომელიც ორჯერ იყო ქართული ოცნების პირობებში, ქალბატონო თამთა, ეს კაცი ორჯერ იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ერთხელ შინაგან საქმეთა მინისტრი და ერთხელ თავდაცვის მინისტრი. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამაზე საპასუხისმგებლო პოლიტიკური პოზიციები ამ ქვეყანაში არ არსებობს და ეხლა ამ კაცმა აღიარა, რომ თურმე ის სისტემატურად იღებდა არალეგალურ შემოსავალს. ეხლა ეს კორუფციული გზით იყო თუ სხვა ტიპის არალეგალური შემოსავალი იყო, ჩვენ ხო ვლაპარაკობთ კატასტროფაზე, ჩვეულებრივ პოლიტიკურ კატასტროფაზე, რომელზეც არათუ არ არის საკმარისი კი არაფერში არ წერია. ეხლა ამის გაყიდვა, რომ აი ხა ამათ მოღალატეს დაუძახებთ თურმე უღალატა პრინციპებს, სახარებას, რა ვიცი მე იმას რა ქვია, ქართული ოცნების წესდებას და აი როგორც მოღალატეს ეხლა გავკიცხავთ და გავაგდებთ, ოღონდ არც დავიჭერთ. და ამის პარალელურად ქალბატონო თამთა მივიღებთ კანონსო, რომელიც აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, ანუ პოლიტიკურ პლურალიზმს ისე ბლანკეტურად, მასშტაბურად და მასიურად და არამც თუ წევრებს ამ პოლიტიკური პარტიის აუკრძალავთ რა ტიპის საქმიანობას პოლიტიკურს, არამედ მათ გულხურავ ხარდაჭერებს ამ სტანდარტი ჩანს პირველ რიგში მიდგომების აქ, ხო, ერთის მხრივ რაღაცა კორუფციული შოუ, რომლის მთავარი პერსონაჟი, რომელიც თუ გვინდა რომ პირდაპირ რეალურად კორუფციისთვის დავსვათ, ეხლა ციხეში უნდა იჯდეს, ის ბელი მისი მინისტრი ყველან ციხეში უნდა იჯდნენ და პირველ რიგში ხო თუ რეალურად კორუფციას ებრძვიან ქართული ოცნების პირობებში დამეთანხმებით ქალბატონო თამთა, რომ ყველაზე მეტი ჟურნალისტური გამოძიება, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაზე მეტი ასეთი მტკიცებულება, ასე ვთქვათ, არსებობს მაგალითად კახა კალაძის წინააღმდეგ. კახა კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკოსი საქართველოს ისტორიაში. შესაძლოა კახა კალაძე ბერად აირჩიო და ეხლა ღარიბაშვილს მოღალატა ეძახო და თან არც დაიჭირო, თან არც გვითხრა რატო იჭერ, რატო ჩხრიკავ, რას ეძებდი, რა იპოვე. აი ეს ყველაფერი ერთად მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი არის შოუ იმის საჩვენებლად, რომ ის კლანი, რომელმაც ეხლა გაიმარჯვა ქართულ ოცნებაში, წინა კლანზე, აი ამ რაღაც ქართველების კლანზე ეხა ის არის პატრიოტული ხალხი დაკომპლექტებული და მარტო ქვეყანაზე ფიქრობს. გამორიცხავთ, დიახ, ელოდებით რომ შესაძლოა საკრძალი პარტიების ჩამონათვალში საკონსტიტუციო სარჩელში ლელოც ეგ არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, საერთოდ არ ვაფასებთ მაგ ნაწილს ეგრე. ვიქნებით იმ სიაში, რომელსაც ქართული ოცნება გამოაქვეყნებს ქალბატონო თამთა, თუ არ ვიქნებით ამ სიაში, ჩვენი ამ მოვლენის შეფასებას ეგ არავითარ შემთხვევაში არც ერთი წამით არ შეცვლის. პარტიები მასიურად აი ეს რამოდენიმე ერთდროულად ხო რაღაცა პრემიერ-მინისტრის პარანოია იქამდეც მიდის, რომ თურმე ეს არა ქვია 10-დან 20-მდე პარტია უნდა ეკრძალოს. მარტივად უთხრათ ჩვენსა და 10-მდე დიახ, ასეთ. 10 იყოს, თუ ვინმეს ეცოტავება 10, ვეთქვი რომ არ არის ცოტა 10 პარტიის აკრძალვა ერთდროულად. როდესაც ლაპარაკი არის პარტიების აკრძალვაზე ამ ფორმით, აი ესე მასიურად, ეს ხდება ყოველთვის მაშინ, როდესაც აი იმ ქვეყნებს, სადაც მსგავსი რამ მოხდა, ყარდება დიქტატურა ქალბატონო თამთა. როდესაც ყარდება დიქტატურა რას ნიშნავს? ხო, პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიის ყველა ფუნდამენტის გამოცვლას და მართლობას, რომელიც არ არის დაფუძნებული ჩემსა და თქვენს უფლებებზე და არის დაფუძნებული ვიღაცის სურვილებზე, ერთი ან რამოდენიმე ადამიანის. ამ დიქტატურას ამყარებენ ახლა ჩვენ ქვეყანაში ქალბატონო თამთა. ამიტომ პარტიების აკრძალვა არ შეიძლება შედარდეს, არ ვიცით, თუნდაც რაღაცა გერმანიაში ალტერნატივა გერმანიისთვის აკრძალვის პროცედურებთან ან სხვა ნაცისტური ან ღიად
ძალადობრივი პარტიების აღძალვასთან, აქ არის ლაპარაკი მთელი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული. ხო, ეგ არაფერს არ ნიშნავს, ალბათ, ეგ ფრაზა არ ნიშნავს არაფერს. აბსოლუტური სისულელე არის. სინამდვილე არის რაში. თავარი რა არის? შეხედეთ, თავარი არის, რომ მართველი პოლიტიკური ძალა, ვისაც ხელისუფლება აქვს უზურპირებული, ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა ნიშნულოვან პოლიტიკურ აქტორს საქართველოში გავაკრობ თავის მხარდამჭერებიანა ყველა საკუთარ პოლიტიკურ საქმეში. ეგ ხდება დიქტატურის დამყარებაში. გიორგი გახარიას პარტია იყო მუნიციპალურ არჩევნებზე თქვენი პარტნიორის არჩევნო მემორანდუმი ჰქონდათ გაფორმებული, ის პარლამენტში შედის. თქვენ რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ბარიერ გადალახული ორი პოლიტიკური ძალის მსგავსად არ ჩაგეხსნათ სია და მანდატებზე საბოლოოდ უარი არ გეთქვათ, უშვებთ თუ არა იმის ალბათობას, რომ დღეც თქვენს გახარიას პარტიის მსგავსი გადაწყვეტილება მიგეღოთ და შესულიყავით საკანონმდებლო ორგანოში. საერთოდ არ მიყვარს პოლიტიკური კაზუისტიკა, მე თვითონ წარსულზე ეს რო ესე იყოს, ესე იქნებოდა, არ ვიცი რა როგორ იქნებოდა, სხვანაირად რო ყოფილიყო. ესე ისე არის მოვლენები. შეცდომა იყო? არა, შეხედეთ, საერთოდ არ შემოვდივარ მაგ დისკუსიაში, თქვენის ნებართვით, გავს კითხოს პასუხს არ გავცემ, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეგ არის პოლიტიკოსის საქმე, რომ ეხლა რაღაცა სცენარები გადაალაგოს და პეპლის ეფექტზე და ხოდიშ დავასრულებ. პეპლის ეფექტზე და ალტერნატიულ რეალობაზე ილაპარაკოს, ეგ არ არის ჩემი აზრით სწორი მიდგომა. ჩვენი პოზიცია გქონდა დაფიქსირებული იმ მომენტში, როდესაც საპარლამენტის ხო, მაგრამ პოლიტიკური პროცესის შეფასებაზე ვსაუბრობთ პრემიერმა შეაფასა და თქვა რომ იყო შეცდომა. ამ ნაწილს ვაკეთებ თქვენის ნებართვით, ხო? შეხედეთ, იმ მომენტში, როდესაც მიიღო ლელო ძილმა საქართველოს გადაწყვეტილება, რომ აბსოლუტურად ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და არ შედიოდა მართლ ორგანოში ქვეყნის, რომელიც იყო გაყალბების შედეგად ფორმირებული, ეს გადაწყვეტილება იმ მომენტში ვთვლიდით, რომ სწორი იყო. შემდეგ მთელი იმ პერიოდის მანძილზე, როდესაც ამან გამოიწვია საერთაშორისო დელეგიტიმაცია ქართული ოცნების და ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში გააღვიძა იმის აღქმა, რომ ქვეყანაში მყარდება ძალიან მძიმე პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც აი ეხა მე და თქვენ რომ საუბრობთ დიქტატურად გადაქცევის პროცესში არის. ეს ხო მარტო იმას ადასტურებს, რომ მაშინ მართლები ვიყავით. მე მთელი პროცესის მანძილზე მართლები ვიყავით. დღევანდელი გადასახედიდან გადასახედიდან გეუბნებით ქალბატონ თამთა, წარსულს არ ვაფასებ. დღევანდელი გადასახედიდან გეუბნებით, რომ ცალსახად ის რაც გავაკეთეთ, გაყალბებულ არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში არ შევედით, იყო ყოველთვის სწორი, ეხაც სწორია და მომავალში სწორი იქნება. რაც შეეხება ჩემ კოლეგებს გახარიას გუნდიდან, ჩვენ ვითანამშრომლეთ თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში ერთმანეთთან. ამ თანამშრომლობის დაწყებამდე გახარიას გუნდმა ჩვენი პოზიცია იცოდა და თელ ამ პროცესში თანამშრომლობის პროცესში დავასრულებ ჩვენი პოზიცია იცოდა და რამოდენიმე გახსოვთ გააჟღერეს პროცესშიც რომ შეიძლება ამაზე ფიქრი ჩვენ მაშინაც დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია რომ ძალიან ცუდად უყურებთ ამას და არ თulit სწორ პოლიტიკურ პოზიციონირებად და დღესაც იგივე აზრზევთ ქალბატონ თამთა და გააგრძელებთ გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას რომელმაც სხვა სტრატეგია აირჩია და პარლამენტში შესვლა გადაწყვეტა გაგრძელდება თქვენი თანამშრომლობა მოგახსენებთ კიდევ ერთხელ გამეორდები ჩვენი თანამშრომლობა პოლიტიკური მემორანდუმის ფარგლებში მოიცავდა თანამშრომლობას თვითმმართველობის არჩევნებში საერთო კანდიდატების დაყენებაში. ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის ნაწილი. მომავალში გავაგრძელებთ თანამშრომლობას, შეხედეთ ქალბატონ თამთა. თემატურ დისკუსიებს, რაღაც გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციებს გააგრძელებთ თუ დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად თქვენს ფიქრობთ რომ გახარიას პარტია პოლიტიკურად აღარ არსებობს და ოპოზიციად ვეღარ მოიხსენიება. არავიზე არ მაქვს საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაზე აი ეს შეფასებები გავაკეთო, რა ვიცი რაღაცა მე მგონი ასაკშიც და პოლიტიკური სიმწიფის იმ ფაზაში შევედი რომ საკუთარ თავს მაგის უფლებას არ მივცემ რომ ეხლა მე გადავწყვეტო და ვიყო არბიტრი ვის რა დაუძახო და ვინ იყოს ოპოზიცია და ვინ არა არ მგონია რომ ეს სწორი არის ვინმეს მხრიდან ძალიან ისეთ უმწიფობას წარმოაჩენს პოლიტიკურს მნიშვნელოვანი რა არის შეხედეთ აბსოლუტურად ყველასთან, ყველა დემოკრატიულ ძალასთან, რომელიც ბოლო წუთამდე, აი დღეის მდგომარეობით იბრძვის ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადასარჩენად, ადამიანთა თავისუფლების გადასარჩენად და იმ იდეის გადასარჩენად, რასაც ქვია საქართველოს რესპუბლიკა, ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა, ყველასთან გვექნება თანამშრომლობა იმ პროცესში, რასაც ქვია მათ შორის გახარიას პარტიასთან. მათ შორის გახარიას პარტიასთან. არ დავკონკრეტები, ქალბატონ თამთა, ყველასთან თქო, ნიშნავს რომ აბსოლუტურად ყველასთან ჩვენ არავისთვის შეხედეთ მისაღებია მათი არგუმენტები რომ პარლამენტში შედიან არ არის მისაღები მათი არგუმენტები არ არის მისაღები და არ თვლით რომ სწორია ლელოში ის პოზიციონირება რომელიც მათ გააკეთეს ეს მათი გადასაწყვეტია ու კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ვიყოთ პირნათელი და ჩვენ მაყურებელს რამე შეცდომა არ მოუვიდეს ჩვენ პოზიციონირებასთან კიდევ ერთხელ გავმეორდები მემორანდუმის დადებამდე მემორანდუმის პროცესში და ახლაც ამ მემორანდუმის შემდეგ ქალბატონ თამთა ჩვენი პოზიცია ветрად უარყოფითი პარლამენტში შესვლაზე გახარეს გუნდმა იცოდა ეს პოზიცია დღესაც რჩება ესეთი,
თქვენი მეორე კითხვა იყო ვინმესთან ვითანამშრომლებთ თუ არ ვითანამშრომლებთ, ჩვენ არავისთვის ხელი არ გვიკრავს თელამ პოლიტიკურ პროცესში, სხვა შორის დაწყებიდან ჩვენი პოლიტიკურ პროცესში ჩართვისა ლელოში არავისთვის ხელი არ გვიკრავს. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი საერთო არ აქვს მაგალითად ერთენაცნობ მოძრაობის ზოგად მიდგომებთან, არ ვიცი, სხვების მიდგომებთან. ოღონდ, რასაც ქვია ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის, კონსტიტუციური წყობისთვის და ამ ქვეყნის რუსული მმართველობისგან განთავისუფლების საქმეში ვითანამშრომლებთ ყველასთან, იქნება ეს პოლიტიკური პარტიები თუ სამოქალაქო ჯგუფები, ვისაც ეს მიზანი აერთიანებს გავდოთ. ვერ ვიგებ, თქვენთვის რატომ არის მიუღებელი არგუმენტები გიორგი გახარიას პარტიის, რომელიც შედის იმ ცესკოს მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში, რომელმაც ასევე ჩაატარა 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რომელშიც თქვენ მონაწილეობა მიიღეთ. რა ვერ გაიგეთ მანდ? და საკრებულოში შედიხართ. ხო, რა ნაწილი ვერ ერთმა გაიგეთ? ცესკომ ჩაატარა პარლამენტის არჩევნები, იმავე ცესკომ ჩაატარა რამდენიმე თვეში მუნიციპალური არჩევნები. არავითარი კავშირი არ აქვს ამ ორ ამბავს ერთმანეთთან, მარტო შეხედეთ მარტო იმიტომ რომ თქვენ იტყვით ახლა რომ ერთ და იგივე ცესკომ ჩაატარა ორი არჩევნები, თვისობრივად განსხვავებული ერთმანეთისგან, ეგ ხო იმას არ ნიშნავს რომ ეს ერთ და იგივე ამბავი არის, ხო? თუ გინდა თუ კითხვა ეს არის, მასშტაბი არჩევნების სხვადასხვა არის, მაგრამ ერთი და იმავე საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა. თუ თქვენი კითხვა ეგ არის და უბრალოდ ამას არ ამბობთ რომ რაღაც ცესკომ თუ ჩაატარა ორივე განსხვავება რატო არის, თუ თქვენი კითხვა ეს არის რა განსხვავება ამ ორ არჩევნების შორის შემიძლია მოგახსენოთ. ოღონდ გაუგებარი რა არის ვერ მივხვდით, ჩვენ პოზიციონირებაში გაუგებარი რა არის? არჩევნები საქართველოში პარლამენტის არჩევნები ალბათ გაკალდა. და ახლა არ გაკალდა მუნიციპალურ არჩევნებში, თქვენ ამბობთ. არა, შეხედეთ, ორი სხვადასხვა რაღაცა არის. რას ვამბობთ? თუ თქვენ ჩემგან რა გაინტერესებთ? გაინტერესებთ შეფასება ამ ორი არჩევნების? მე მაინტერესებს, თუ პარლამენტში არ შედიხართ, მაშინ რატომ შედიხართ საკრებულოში? მოგახსენებთ, ორივე დააკომპლექტა იმ შედეგებმა, რომელიც დადოთ ამ ორ ამბავს შორის. ერთი პარლამენტი არის ამ ქვეყნის მმართველი ორგანო. საქართველოს კონსტიტუციით გავატონოთ ამთა, პარლამენტი მართავს ამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. ანუ ის განსაზღვრავს ვინ უნდა იყოს მთავრობა, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ასე შემდეგ. შესაბამისად, ხო, მან მივიდოდი, ბოდიში იმას კი არ გულისხმობ, რომ თქვენ პირადად თქვენი გადაწყვეტილების განმარტება მინდა, რამდენად თანმიმდევრულია. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ მაყურებლებმა გაიაზრონ, რასაც ვამბობთ, ხო აქ. საპარლამენტო არჩევნები არის მმართველი ორგანოს არჩევნები, ქვეყნის მართვა იყო ის გადასაწყვეტი, რომელიც პირნათლად წააგო რეალურად გაყალბების გარეშე ქართულმა ოცნებამ, გააყალბა ეს არჩევნები და ხელისუფლებაში დარჩა უზურპაციის მიზნით. ეხლა რა იყო ჩვენი მიზანი თვითმმართველობის არჩევნებზე? რატომ ჩავერთეთ ამ პროცესში? ამას ვამბობდით ჩართვის მომენტიდან, პროცესშიც და ახლაც. იმიტომ რომ ეს საარჩევნო კამპანია ერთის მხრივ საარჩევნო კამპანია გამოვიყენეთ იმისთვის, რომ საქართველოს მეტ მოქალაქესთან მიგვეტანა იმ უნებრივი ყურადღებიდან გამომდინარე, როდესაც მოქალაქეები იჩენენ საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური პროცესში. თბილისის გამოგლეჯვას აანონსებთ. მოგახსენეთ, ქალბატონთან დავასრულებ. ჩემი ციტირებას ვახდენ, თქვენი თანაგუნდელის მე არ მითხოვს და მაგაზეც გიპასუხებ. მესმის რომ რაღაცა ისეთი ფრაზა არის ფრთიანი, მაგრამ მაგასაც კარგი ახსნა უნდა რა კონტექსტში იყო ნათქვამი, რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ ჩვენ მაყურებლები. ოღონდ ამას მიუბრუნდებ. შეხედეთ, თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია ჩვენთვის იყო ნიშნავანი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებში, რომელმაც დაკარგეს ქართული ოცნების გამო იმედი პოლიტიკურ პროცესში. ეს იმედი დაგვებრუნებინა და გვეთქვა, რომ ალტერნატივა არსებობს და მგონია, რომ ამას მივახცეთ, მიუხედავად მძიმე, ვთქვათ, საარჩევნო კამპანიისა და იმ პროცესისა, რომელსაც არჩევნები დაარქვა მე ქართულმა ოცნებამ, შემდგომი ეტაპის მიზანი ქალბატონთამთა არის ის, რომ აი თქვენთანაც ახსენეთ, ხო, ჩვენი საუბარი ამით გაიხსნა, რომ საქართველო არის ენდემური კორუფციის ქვეყანა ფაქტიურად, სადაც პრემიერ-მინისტრი, რომელიც 8 წელი თანამდებობის უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, ეს კაცი აღიარებს, რომ მე ფულს ვიღებდიო ზოგადად. ეგ ხო იმას ნიშნავს, რომ ენდემური ხასიათი აქვს კორუფციას, ამიტომ განცხადება არ მოგვისმენია ეს გამოძიება თქვა, დიახ. ხო, ნუ გამოძიება თქვა, რა მნიშვნელობა აქვს, ეხლა გამოვადა იგივე სიტყვის. გამოძიება იყოს, არ არის პრობლემა, იპარავდა ეს კაციო, პერიოდულად ფულს ვიღებდიო, ესე გვითხრაო, ხო? სულსმა ის თქვა. იმ ქვეყანაში, სადაც ეგეთი რამე ხდება უმაღლეს დონეზე, ამ ქვეყანაში საქართველოს გადასახადის გადამხდელებს, ისინი ვინც მაგალითად საზმაურს თანამშრომლებს ხელფას გიხდიან და ამუშავებენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელების ფული იპარება აბსოლუტურად ყველა დონეზე, მათ შორის მუნიციპალიტეტებში. ამიტომ თვლით, რომ აქტიური ახალგაზრდა ადამიანები, რომელიც შევიყვანეთ საქართველოს 57 საკრებულოში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი იქნება იმ საკრებულოებში, იმ მუნიციპალიტეტებში. იმისთვის, რომ ამას საპარლამენტო ტრიბუნებს რატომ არ იყენებთ? მაშინ იმავე მიზნებისთვის. არა, გინდა
გავანოთ ეხლა რაღაცა პოლიტიკურ ტექნიკურობაში და მე არ მაინტერესებს ამ ნაწილში პოლიტიკური ტექნიკურობა. მარტივად გეუბნებით. მაყურებელს შევა მართველი ორგანო. ხო, და მაყურებელს მე მგონი ახსენი ძალიან მარტივად. ის არის ქვეყნის მართველი ორგანო. იმის გაყალბებით არჩევაში შესვლა ნიშნავს აღიარებას უზურპაციის ხელისუფლების და ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლების უზურპაციას. შეხედეთ ქალბატონ თამთა ხელისუფლების უზურპაცია დამდგარი ფაქტია უკვე 1 წელია ფაქტურად ამ ქვეყანაში. ეს არჩევნები არის სხვა რეალობა. ამ რეალობაში საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა გონია რომ არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მისაღებია თქვენი არგუმენტები მაყურებლისთვის, მაშინ რო თქვენი ელექტორატისთვის პირველ რიგში. ამ მომენტში მე და თქვენ ვერ გავიგებ. მაშინ როდესაც ბატონო თაზო თქვენი თანაგუნდელების ნაწილიც, რამდენიმე თანაგუნდელიც ვერ დაარწმუნეთ ამ გადაწყვეტილების ისტორიაში და მათ დატოვეს ლელო. ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი პოლიტიკური არჩევანის უფლება. არიან ადამიანები და ეს მე მიხარია სიმართლე გითხრათ, რომ ჩემი თანაგუნდელები ის ადამიანები რომელსაც 5-6 წელია თანაგუნდელებს ვეძახი, არიან პრინციპული პოლიტიკური პოზიციის ადამიანები, რაღაცას თuliდნენ სწორად და წავიდნენ ისე. მე, ჩემი ყველა დანარჩენი თანაგუნდელი თuliდით და თulit რომ სწორი იყო ამ საარჩევნო კამპანიის გამოყენება იმ მიზნებისთვის, ისაც გამოვიყენეთ და ეხლა მგონია სწორია რომ 57 საკრებულოში ჩვენი წარმომადგენელი ახალგაზრდა აქტიური ახალი ტიპის პოლიტიკოსები შევლენ და იმ ადგილებზეც ამხლელენ ისეთ კორუფციას, მაგალითად, როგორ კორუფციის შესახებ ღარიბაშვილს ადებენ ახლა ხელს, ლილუაშვილს, რა ვიცი, ძლიერთა ამა ქვეყნისა და 57 დეპუტატი ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველ ორგანოებში ეს იყო ის მიზანი, რაც თქვენ არ ვიცოდი რომ რაღაცა უახლოესი ისტორიის შეფასებაზე მოვდიოდი, მაგრამ თუ გინდათ ესე გავაგრძელოთ ბოლომდე ჩვენი საუბრის. მე არ მგონია რომ ეგ საინტერესო იყო. 57 გითხარით ჩემი პოზიცია არა, ნახეთ, ეს იყო ის თქვენი მიზანი და გეგმა 57 დეპუტატით ყოფილიყავით საკრებულოებში წარმოდგენილი, იმიტომ რომ უფრო გამომრჩა, კაი, თქვენ გამოგლეჯვაზე ლაპარაკობთ და ამიტომ გინდა რომ აქაც დავაზუსტეთ. თქვენ ამიტომ იყო რეალური შანსი თბილისის მოგების. ერთხელ რომ გავიმეოროთ კიდე. კი, რეალური შანსი იყო თბილისის მოგების იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ოპოზიცია დავაჯამებდით პოზიციებს და იმას გავაკეთებთ, რაც გავაკეთეთ, მარტო თუნდაც გაყალბებული არჩევნების შედეგით. იმ შედეგით, რომელიც გაყალბების შედეგად მე ქართულ მოძრაობამ დაწერა, თბილისში ვერ დაიწერა. შეხედეთ, გაყალბებას აქვს თავისი მასშტაბი. შეუძლებელია ის უსაზღვრო იყოს. თბილისში იმხელა უპირატესობა ქონდა ოპოზიციას, რომ აქ ვერ დაწერა გამარჯვება ოპოზიციამ თბილისი 2025 წლის საპარლამენტო გაყალბებული არჩევნების მაჩვენებლებით მოიგო. ის გამოგლეჯვა ფრთიანი ფრაზა, რომელსაც თქვენი კოლეგები ხშირად იყენებთ. იქნა ნახსენები კონკრეტულ კონტექსტში. შეხედეთ, ჩემი კოლეგები მაშინ როდესაც ამას ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ დავაჯამებთ ოპოზიციურ ძალისხმევას და ის შედეგი. ხომ იცოდით რომ მარტო ორი პარტია მონაწილეობდით, არაფერს ოპოზიციიდან ორი ბარია გადალახული პოლიტიკური ძალა არ მონაწილეობდა და ვერ დააჯამებდით. ხო, მკითხეთ, გამოგლეჯვას აპირებდითო. ხო, იმაზე ვლაპარაკობთ, ის კონკრეტული ფრაზა რა კონტექსტში იყო. ხო, მაგრამ არა, თუ დააჯამებდით, ხომ იცოდით რომ არც ნაციონალური მოძრაობა იღებდა მონაწილეობას და არც კოალიცია ცვლილებისთვის და მათ შედეგებს ვერ დააჯამებდით, იმიტომ რომ საპარლამენტო არჩევნებში შეხედეთ, იმ მომენტში როდესაც ეგ ფრაზა იყო ნათქვამი მიდიოდა მოლაპარაკების პროცესი. ლაპარაკობდით ამ თემაზე, საუბრობდით ერთმანეთში, რა გაგვეკეთებინა, რა არა. ამ კონტექსტში იყო ეს ფრაზა ნათქვამი. ამის შემდეგ მარტო ლელოს და გახარიას გუნდ შეეძლო იგივე შედეგის დადება. თეორიულად სადღაც შეეძლო ნაციონალურ მოძრაობას და კოალიცია ცვლილებებისთვის გაცხადებულნი რომ არ მიიღებდნენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და არა თქვენ ამბობთ რომ იმ კონტექსტში ვთქვით რომ იმიტომ რომ იმ კონტექსტში არასწორ რაღაცა ისინი კი ამბობდნენ ამას, მაგრამ მოლაპარაკები მიდიოდა, დახურული არ ქონია. ამიტომ ამ კონტექსტში იყო ნათქვამი, თუ გინდათ გადავახვიოთ რა ნახეთ რა კონტექსტში იყო ეს ფრაზა ნათქვამი, თუ რაღაც ხშირად ვიმეორებთ და მნიშვნელოვანია რომ გავიხსენოთ თან რა კონტექსტში იყო ნათქვამი, იმისთვის რომ რაღაცა პეჟორატიული და სასაცილო არ გახდეს. 57 დეპუტატი. თამთაკ მაყოფილი ამ შედეგით, მეცაც გეტყვით, ჩვენ თვლით რომ სამწუხარო ფაქტი დადგა რეალობა ჩვენ ქვეყანაში. სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღეს ჩვენმა კოლეგებმა ნაციონალურ მოძრაობაში, კოალიცია ცვლილებებში, სხვა პარტიებში. სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღეს და საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი დაარწმუნეს ბოიკოტის რეალობაში. ლელომ შეცდომა დაუშვა? დიახ, მე ვთვლი რომ შეცდომა დაუშვა, მაშინ თუ აი შეცდომებზე გინდათ რომ დასხის და ვილაპარაკოთ. შეცდომა დაუშვით მაშინ, როდესაც იანვარი-თებერვლის თვეში, როდესაც ეს თემა შემოვარდა პოლიტიკურ ველზე და გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს ჩემი აზრით მავნებლური და არასწორი პოზიციონირება ამ საკითხზე, ჩვენ იმ მომენტში ძალიან შეიძლება გულუფრთხილოთ, მაგრამ თქვით რომ ამაზე საუბრის დრო არ არის, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ამაზე საუბრის დრო. მან დაუშვით შეცდომა. მაშინვე უნდა დაგვეყენებინა მკვეთრად ჩვენი პოზიცია, რომ ეს არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები
და მისი კამპანია უნდა გამოგვეყენებინა იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც ამ ქვეყნის განთავისუფლებამდე მიგვიყვანს. აი ეს არის ამ ამბის შეფასება, რაც გაინტერესებს. რა არის ის მთავარი შედეგი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტმა მოგიტანათ? კარგი კითხვაა, მნიშვნელოვანი და საინტერესო. შეხედეთ ბოიკოტმა რა მოიტანა, ეგ არ არის მთავარი მდგენელი. რატომ მოხდა ბოიკოტი? მოდი პირველი კითხვა ეგ ვთქვათ. იმიტომ რომ გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები. ამის შემდეგ ან აკვები ამ თამაშს, გაყალბებული უზურპაციის თამაშს, ან არ უნდა აყვე. მე მგონია სწორი რომ არ უნდა აყვე და ესეც მოვიქეცით, არ ავყევით ამ თამაშს. რა მოიტანა ამან? მოიტანა ის რომ ის პოლიტიკური თვალთმაქცობა, რომლითაც აი ეს რეჟიმი, კორუფციული რეჟიმი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი შინაგან ეს კაცი ყავდა რა ვიცი, სუსის უფროსი, რომლის მეოხებიცაც შვიდად ვიძინებდით ღამით და მე შვიდად ვიღვიძებდით დილით ის კაცის რაღაცა გიგანტური მასშტაბის კორუფციონერი აღმოჩნდა. აი ყველა ეს ადამიანები რა ქვეყანასაც ქმნიან, ესეთი ქვეყანა რო არ არის დღევანდელი საქართველო და სინამდვილეში არის ის ქვეყანა, რომელიც დღეს მივიღეთ, ანუ ქვეყანა სადაც NGO სექტორს, ან სამოქალაქო სექტორი გააქრეს, ქვეყანა სადაც თქვენი კოლეგა მზია ამაღლობელი, რომელიც დღეს სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია, მაგრამ ნამდვილად არ არის კაი ამბავი ამ ქვეყნისთვის, რომ საქართველოს ქალბატონი თავთან, ალბათ იცით, ხო? თქვენი კოლეგა მზია ამაღლობელი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე აქვს, ეხლა ციხეში ზის, აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებით. თელმა ცივილიზებულმა სამყარომ ევროკავშირმა შეაფასა, რომ ეს ქალი იქ ზის აბსოლუტურად არასწორად და უკანონოდ. ის გააკეთა, რომ ამ ამბავმა რა მოიტანა, ხო? აი ამ რაღაცა ძალიან ცუდმა ამბავმა, ეს ქვეყანა სად მიიყვანა, შეხედეთ? მიიყვანა იქ, სადაც არის ირანი, ერაყი, რუსეთი, ბელორუსი. ჩამონათვალის გეუბნებით უკანასკნელი 10-12 წლის მანძილზე ვინ მიიღო სახაროვის პრემია? ადამიანებმა, რომელიც ებრძოდნენ ირანულ რეჟიმს, საუდის არაბეთის ისლამურ რეჟიმს, რუსულ რეჟიმს, ბელორუსიულ რეჟიმს. ამ სიაში აღმოჩნდა საქართველო. ეგ კაი ამბავია, არ არის კაი ამბავი. ეს რეალობა დააყენა ქართულ მოცემებელ ქალბატონთან თამთა. ერთის მხრივ, ბოდიში დავასრულებ. რატომ არ გინდათ პარლამენტიდან თქვა ხელისუფლების იმ ნაბიჯების შეჩერება, რომლებსაც თქვენ აპროტესტებთ და აკრიტიკებთ საპარლამენტო ტრიბუნების გამოყენებით? პასუხობთ თქო. შეხედეთ, ქვეყანა სადაც ერთის მხრივ ამ მართველმა უზურპატორმა პოლიტიკურმა ძალამ გააქრო სამოქალაქო საზოგადოება თქო. კიდევ ერთხელ გეუბნებით, კანონები მიიღო, რომელმაც საქმიანობა შეუზღუდა სამოქალაქო საზოგადოებას და რაღაცა ზღაპარს, სრულ იდიოტიზმს აჯერებს თქვენს მაყურებელს, საქართველოს საზოგადოებას, თავის ამორჩეულს ამდენ პატივს არცემს, რომ აჯერებს, რომ რაღაცა კონსპირაციის თეორიები არის სიმართლე, deep state, რაღაცა მასონები, რეპტილოიდების იდიოტიზმზე ელაპარაკება ბოდიშით ამ გამოთქმისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს, თქო, ეს სრული ნონსენსია, ხო? თქვენთან როცა ვსაუბრობ, ვიცი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრაიმ ტაიმში საუბრობ ადამიანთან, რომელსაც მაღალი აკადემიური შეგნება აქვს და ესმის, რომ კონსპირაციის თეორიებით ლაპარაკობს ახლა მართველი ძალა ამ ქვეყანაში, კონსპირაციის თეორიებით. ანუ ამ კონსპირაციების თეორიით გაამართლეს, რომ მოკლეს სამოქალაქო საზოგადოება, ერჩიან თავისუფალ მედიას და ამის მაგალითი არის მზია ამაღლობელი. არ ყოფნით პარლამენტში, არ ყოფნით. რა შედეგი დადეთ, ეს მაინტერესებს. ქალბატონთან. მესამე, კრძალავს დღეს პოლიტიკურ პარტიებს. ანუ პოლიტიკური პლურალიზმი უნდა მოკლას. თქვენს თანამშრომლებს, მეგობრებს, პოლიტიკური პროცესი მოკვდაო, აი გიორგი შარაშიძე ამბობდა. არ დამასრულებინებთ და პოლიტიკური პროცესის მოკლას ხელი შეუწყო თუ არა საპარლამენტო ბოიკოტმა? არ გამომივა, შეხედეთ ესე თუ აზრი ჩამოვაყალიბეთ, უბრალოდ არ ვერ გაიგებს ჩვენ მაყურებელი და ცუდი იქნება ეგ ამბავი. შეხედეთ რას ვამბობ, სამოქალაქო საზოგადოების გამოქმებელი, ჟურნალისტებზე და თავისუფალ სიტყვაზე მოძალადე, პოლიტიკური პლურალიზმის ამკრძალველი, პოლიტიკური ძალა, რომელიც ეხა ამ ყველაფერს ამატებს იმას, რომ ლეგალისტური მეთოდებით, აი რაღაც ჰიტლერს რო შეშურდებოდა და პოლ პოტს ისეთი ლეგალისტური მეთოდებით დღეს ამყარებს დიქტატურას და ჩვენ ინდივიდუალურ ყველაზე ფუნდამენტურ თავისუფლებებს კრძალავს და ციხით სჯის. ასეთ ქვეყანა არის. რამ გამოიწვია ბოიკოტმა? ბოიკოტმა გამოიწვია ის, ანუ იმან რომ ჩვენ არ ვაღიარეთ ის თამაშის წესები, რომელ თამაშის წესებითაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო თამაში 26 ოქტომბერს 2024 წლის. ეს თამაშის წესები არ მივიღეთ, ამან მოგცა რა. ეს ხელისუფლება, აი ეს ქართული ოცნება არ არის ნაღიარები ცივილიზაციური სამყაროს მიერ. შეგიძლიათ ახლა მითხრათ, რომ აი თბილისში ჩატარდა აბრეშუმის ფორუმი და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ქვეყანაში ჩამოვიდა, რასაც ვაფასებ ეკონომიკური თვალსაზრისით, თქო, თქვენთანაც ხო ხვდებით. არა, იყვნენ ევროპის ქვეყნებიდანაც, ბატონო თაზო, იყვნენ, მაგრამ ნახეთ, ხო ხვდებით რა პოლიტიკურ სიმძიმეში აღმოჩნდა ეს ქვეყანა. მონაწილეობით მაშინ ლეგიტიმაცია არ გაუმყარეთ? გამიგე, შეხედეთ, არ გინდათ, რომ თქვენ აი რაც გითხართ წინა კითხვაზე
ხო, მაგრამ მაშინ იმ საკრებულოს არჩევნებში აღარ გამეორდები, იმიტომ რომ გიპასუხეთ ამაზე, უბრალოდ გამეორება არ მიყვარს ხოლმე ერთ და იგივე რაღაცის. გითხარით განსხვავება, შეხედეთ, ფუნდამენტური განსხვავება. სად არის ეს ამბავი უკვე გითხარით, ამიტომ ამაზე აღარ გამეორდეთ. რაც შეეხება იმას, რომ რა მოიტანა ბოიკოტმა მოიტანა იმას, რომ ერთის მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა მიდის რუსულ გზაზე. რომ რუსეთმა აქ ინფილტრაცია მოახდინა ბოლომდე და დიქტატურას ამყარებს. საქართველოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაინახა, რომ უბედურებას აწყობს ამ ქვეყანაში ქართული ოცნება და ქართულ ოცნებას აი ამ პროცესმა მიიყვანა იქამდე, რომ ბოლომდე ჩამოიხსნა ნიღაბი და დიქტატურის დამყარება დაიწყო ძალიან ისეთი ბანკალური პირდაპირ მეთოდებით და ამის შემწვრენი ვართ ეხლა და თუ მკითხავთ კიდე რომ რა მოიტანა ამან, აი ეს მოიტანა ის რომ დღეს გამოღვიძებულია ეს ქვეყანა. დღეს მიდის ამ ქვეყანაში საკრებულოს არჩევნებში თქვენმა მონაწილეობამ რა მოიტანა? დღეს მიდის ამ ქვეყანაში პროცესი, სადაც ის ადამიანები, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან, იცავენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, დემოკრატიას, რესპუბლიკას. აი ეს მოიტანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესი მნიშვნელოვანია. მე და თქვენ რო ლაპარაკობთ თქვენმა კოლეგებმა, ქალბატონ თამთა, ეხლა გამართეს აქცია, იცით ალბათ, ხო? რუსთაველზე. და ამ აქციაზე სადღაც 30 კაცამდე არის დღეს მარტო დაჭერილი ტროტუარზე დგომის გამო. ტროტუარზე დგომის გამო. ხო, მართლმადიდებელი პარტიის წარმომადგენელი ამას დააბრალებს, ეხლა deep state-ს გინდათ ცოტა იმას ვიზავ. დაგასპოილერებთ როგორც ახალგაზრდები იტყვიან ხო დაგასპოილერებთ. ეხლა შემოვა და ილაპარაკებს რა ვიცი იმაზე რა ქვია deep state-ზე, მასონებზე, ჯოჯოხეთზე, უბედურებაზე. საკუთარ თვითონაც არ იცის ალბათ რაზე ლაპარაკობს, ოღონდ ამას გელაპარაკებათ აქ სერიოზულად. დაგიჯდებათ და სერიოზულად დაგელაპარაკებათ. ეგ არ არის მთავარი. რა სალაფავს აჭმევს პროპაგანდის გზით მართველი ძალა ჩვენს თანამოქალაქეებს, ეგ არ არის მთავარი. მთავარი არის რომ ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვაგრძელებთ აი იმ 13 წლიან კორუფციულ ჯოჯოხეთს, რომელიც თვითონ ეხლა აკიდეს მარტო ღარიბაშვილს. მარტო ღარიბაშვილი ხო არ არის ეგეთი კაცი. ბოლო შეკითხვა 4 ოქტომბერზე თქვენი პარტია გრძნობს თუ არა 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებში თქვენს პასუხისმგებლობასაც, იმიტომ რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალისგან გასხვებით თქვენ იყავით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მკაფიოდ არ გამიჩნია 4 ოქტომბერს მშვიდობიანი დამხობის გეგმას. თქვენმა თანაპორტიელმა თქვა, რომ დილით უნდა მისულიყვნენ თქვენი ამორჩევლები საარჩევნო უბნებთან და საღამოს უკვე რუსთაველზე აქცია. კონსტატაცია არის ფაქტის. შეხედეთ როგორ იყო ეგ საკითხი ნათქვამი. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ პროცესზე, რომლის ავტორებიც ვართ და გვიგეგმავს მონაწილეობას ვიღებთ. ასეთი პროცესი 4 ოქტომბერს იყო არჩევნები საქართველოში და ამაში ვიღებდით მონაწილეობას. ჩემმა კოლეგებმა, შეიძლება მეც მათ შორის, ნახსენები გვაქვს ის, რომ ადამიანისთვის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, არჩევნებზე მოსვლა და შემდეგ საკუთარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში პოზიციის დაცვა აქციაზე, რომელსაც სწორად მიიჩნევს, არ მოდიოდა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. აი ეს ფრაზა იყო ნათქვამი ქალბატონო თამთა, ამიტომ ნუ დავამახინჯებთ იმას, როგორ იყო, რა იყო ნათქვამი. ის რაც მოხდა 4 ოქტომბერს, აი ეს ავანტურა, რომელიც სამწუხაროდ გარკვეულმა პასუხისმგებლო მიდგომებმა, გარკვეულმა ინდივიდებმა, რომელიც არ ვიცი ინფანტილურად, არ ვიცი ეს რა მიზანმიმართულად თუ არამიზანმიმართულად ამას აკეთებდა, ამან გამოიწვია ფრუსტრაცია საქართველოს მოქალაქეებში. ეს პროცესი არ იყო სწორი პროცესი, ეს პროცესი იყო ძალიან ცუდი რამ პოლიტიკურად, იმიტომ რომ ცთარი მოლოდინების შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველას მხრიდან ოპოზიციიდან ვის პასუხისმგებლობას ხედავთ? მე არა ვარ, შეხედეთ, მე ხო ის არა ვარ რაღაც საჯული ამ პროცესის. არ მინდა რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა სრული ინფორმაციის ცოდნის გარეშე ვინმეს ავკიდო. ოღონდ ის ადამიანები, რომელიც ამ პროცესს იცავდნენ როგორც რაღაცა წარმატებულ და გადარჩენის გზას, ამ ადამიანებმა უნდა გადააფასონ საკუთარი პოზიციონირება. მადლობა თქვენ. უღმესი მადლობა თაზო დათუნაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.